არავითარი სხვა სამშობლო ამაზედ მეტი არ გამაჩნია. მოგესალმებით, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ხელოვნების შესახებ. ჩვენი საზოგადოება იმდენად არის გადატვირთული ამ პოლიტიკით, საზოგადოებრივი ცხოვრებით, დაძაბულობით, რომ დღეს გადავწყვიტეთ გვესაუბრა ხელოვნებაზე, კერძოდ მის ჩანასახზე, რასაც ქვია სასწავლო პროცესი. და გვინდა ვისაუბროთ თბილისის მერიის ვსოლიკო ვირსალაძის სახელობის ნომერი 1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის შესახებ, რომელსაც ამასწინათ 70 წელი შეუსრულდა და არის ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო დაწესებულება, რამე თუ ის პირველი სამხატვრო სკოლაა თბილისში და საქართველოს მასშტაბითაც. მე ვფიქრობ, წამყვანი რომელიც დაარსა კიკნაძემ იყო მხატვარი, კოტე კიკნაძემ და დიახ და მე შემდგომ მრავალი ხელმძღვანელი გამოიცვალა და დღეს ხელოვნებაცოდნე ქეთევან ბარნაბიშვილი არის მისი ხელმძღვანელი, რომელმაც საკმაოდ გააფართოვა სკოლის სასწავლო პროცესი, დაუმატა მთელი რიგი საგნები და დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო ხელოვნების სკოლა. არ შეიძლება ითქვას სკოლის შესახებ ხლა მოკლედ რო ვთქვათ, ვინ სწავლობდა აქ, ეს არის გაიანე ხაჩატორიანი, ძალიან ცნობილი პირველი გამოშვება იყო, ცნობილი მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო შაშენგელაია, გელა მანჯავიძე, ვახტანგ მუცხელიშვილი, რომელიც დღეს ამერიკაში მოღვაწეობს, სათავარდანაშვილი, ცნობილი დიზაინერი, ბაია წიქორიძე, ცნობილი გალერისტი, ილონა ჩირაძე, ვახოხიდაშელი, ზარნაძეები, ივიკო სეხნიაშვილი წამყვანი რო იყო ტელევიზიაში, გია ფერაძე მსახიობი რო იყო, დიმა თაყაიშვილი ცნობილი ჩვენი მხატვარი და კინომხატვარი, ძალიან ცნობილი და სხვები. და სხვები ხა ყველას ვერ ჩამოთვლი აქ იმდენია, რომ სულ დაახლოებით 2000 კაცამდე აქ დამთავრებული ამ სასწავლო სკოლას და დღესაც საკმაოდ ბევრია 300-მდე მოსწავლე დადის სკოლაში, რომლებიც ეუფლებიან აი ამ სხვადასხვა ხელოვნების დარგს. და მინდა რომ აი დღეს აი ამ სკოლაზე ვისაუბროთ სულიკო და განსაზღვროთ მისი ადგილი დღეს საზოგადოებაში რა მნიშვნელობა აქვს აი ამ სკოლას და საერთოდ სახვითი ხელოვნების სწავლებას, აი ამაზე რომ გავცეთ პირველ რიგში პასუხი და დანარჩენზე მე ვისაუბროთ. პირველ რიგში აღნიშნავდი, რომ თავის დროზე 1955 წელს ეს სკოლა დაარსდა იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის ბაზაზე. ერთად იყო. ესე იგი, პრინციპში მოდელი იყო ასეთი, რომ ესე იგი ბავშვები სამხატვრო სკოლაში აღიზარდებოდნენ და შემდეგ სწავლას გააგრძელებდნენ იქვე ტექნიკურ სასწავლებელში, ტექნიკუმში, მაშინ ასე ეთქვა ხოლმე. 1975 წელს სკოლას გამოუყვეს ცალკე შენობა, სადაც დღეისათვის არსებობს პლატონ იოსელიანის 37 ნომერში და ნიკოლაძედან შემდგომ გადმოვიდნენ ნიკოლაძე აღარ არის და სკოლა არის. ამდენად ნიკოლაძე და ძალიან საინტერესოა კიდე რომ ნიკოლაძის მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი ზუსტად შემდგომ ჩვენს სკოლაში გადმოვიდნენ და აგრძელებენ საბატონო მაგაზე მე ვისაუბრებ. ყოველთვის ვამბობ ხოლმე ერთ რამეს, რომ შესაძლებელია აი ამ სამხატვრო სკოლაში მოსწავლემ თქვათ შემდგომ არ გააგრძელოს თქვათ მხატვრის შემოქმედება, ყოველთვის გააგრძელებს გამორიცხული. სულიერად მაინც მხატვარია. მხატვარია. ხო შეიძლება სხვა სპეციალობას დაეუფლოს, მაგრამ გემოვნება ხოდარდება. გემოვნება, ელემენტარულად ფერის შერჩევა, ესთეტიკა, შეფასების უნარი, სურათებისა, რა თქმა უნდა, ეს თვისებები განუვითარდება და ასევე, წლების მანძილზე ახლა სკოლაში ხელოვნების ისტორიას ვასწავლით, ქალბატონი ცისია ელისაშვილი ასწავლიდა თავის დროზე, თქვენი აი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი და
სხვა შორის ისე რამდენად გასაღავიყო თეატრალურშიც იყო ხო კულტურის სამინისტროში მუშაობდა და ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული ფიგურა იყო ნამდვილად სახელმწიფო სივრცეში წლების მანძილზე. და ამდენად ბავშვებისთვის ეწყობა ხოლმე გასვლითი ლექციები მუზეუმებში სხვა გამოფენებში ეგ ზაფხულში აუცილებელი პრაქტიკა არის, იმიტომ რომ ახლა მან რა ხდება ზუსტად ეხლა ცხოველებს ხო ვერ გააჩერებთ ამიტომ ისინი მოძრაობაში არიან და ბავშვმა ეს ჩანახატი ზუსტად აი მოძრაობაში უნდა შეასრულოს ეს სხვა ფრინველი იქნება თუ ცხოველი იქნება და ძალიან კარგად გამოძეთ ხოლმე სხვა შორის ლამურიები და ძალიან ლამაზი ცხოველები არიან და მშვენიერი ეფექტური ნახატები იქნება ხოლმე ზუსტად ზოოპარკში. ამას გარდა დავყავს საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლებზე, იქაც ჩანახატებს ასრულებენ ხოლმე. თავარი ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში ისინი ყველა საიუბილეო გარკვეული იმაში სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა და წლების მანძილზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში ეწყობოდა სხვადასხვა ღონისძიებები, სხვა შორის სვეტიცხოვლის 1000 წლის იუბილეს კონფერენცია ჰქონდა. იგივე ვახტანგ ჭაბუკიანისა და სოლკოვის სალანძის იუბილეზე ჭაბუკიანის მუზეუმში ვიყავით არაერთხელ კიდევ რამდენიმე ღონისძიება იყო იქ. მერე გამსვლელი გამოფენები საქართველოს სხვადასხვა კუთხით. ხო, აი ეს უნდა აღნიშნოთ, რომ სკოლას დიდი ღვაწლი მიუძღვის იმაში, რომ დააკავშირა სკოლები კი, აი თელავის, ფოთის, ქუთაისის, გაცვლითი გამოფენები კეთდება, ოზურგეთი, ხო? და სხვა ძალიან მრავალი იდება, კი ბატონო, მემორანდუმები, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და ქუთაისში იყო ძალიან საინტერესო რამდენჯერმე ღონისძიება. კი, საკმაოდ მასშტაბური ოპერისა და ბალეტის თეატრში კი. თელავის დრამატულ თეატრში იყო შარშანწინე. ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და ეცნობა მოსწავლეები ერთმანეთს, პედაგოგები ერთმანეთს და რაც კავშირი მყარდება შემოქმედებითის ამბროლაური და ონი კი როგორი საინტერესო გასვლები იყო კი ამდენი საჩხერეში ზამთარში ვიყავით თამთოული იყო ეცეთი მაგრამ სხვა შორის გზა რომ მოვდიოდით გზაზე მერე გვიწმინდავდნენ მთელ გზას და ესე ჩაბარდა საინტერესო ისე რომ ჩანახატები კეთდებოდა ეგ შემოქმედებითი გასვლები იყო და არა რაღაც მხოლოდ ექსკურსიის დონეზე ეგ არის გამო იქაური ხაზგაუსებებ იქაური ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისა და ჩვენი სკოლის მოსწავლეების გამოფენა. კარგია აი თელავში მაგალითად მთელი საქართველოს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები. მე იქ არსებულ მუზეუმებს ეცნობიან, ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გახდა ცნობილი, ვთქვათ, არ ვიყავი მე ზოგიერთ მუზეუმში ნამყოფი და საკმაოდ საინტერესო ექსპონატები ვნახე. ამას გარდა კიდევ ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში. ესე იგი, მე კონტინენტი არ არის მართლა დარჩენილი, არ ვამატებ. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იყო, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაშიც კი იყო, ერთხელ გაგზავნილი, ნუ უბრალოდ პრაღაში აგზავნიან, კი, ლიდიცეში არის ხოლმე, კი, საერთაშორისო. და ასე ძალიან ბევრი საერთაშორისო გამოფენას ხოლმე, კიდე ძალიან საინტერესო კონკურსი მომავლის მანქანა. და რამდენჯერმე ჩვენმა ბავშვმა გაიმარჯვეს, კი. საინტერესო აი რაჭკვიანი ხალხია იაპონელები, რომ საბავშვო იდეიდან იღებენ დიზაინერის ხო მომავალ ფორმებს, კი. ძალიან კარგი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ ამას წინათ ჩატარდა მხატვართა გალერეაში ტრადიციული
გამოფენა წლიური, რომელიც აჯამებს პირველი ნახევრის ამ შედეგებს, სასწავლო პროცესს. ეს არის ტრადიციული და სხვა სკოლებს ბევრს არა აქვთ, აი ეს რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ ღონისძიებებს, ბევრ სამხატვრო სკოლას აი ასეთი ფართო მასშტაბის სამუშაოები არ აქვს ჩატარებული. უბრალოდ არის ხატვის სწავლება და დამთავრდა, მაგრამ იქ თეორიას ასწავლიან, ხელოვნების ისტორიას, თეატრისა და კინოს ისტორიას, ხო? ასეთი რაღაც, ასეთი გასვლები მერე სხვადასხვა რაიონებში და ურთიერთკავშირები, ხო? შესაძლებლობებით განახორციელება. ხო, და რამოდენიმეჯერ ჩატარდა ეს რაიონებთან ერთად, ეს იყო წლიური სასწავლო პროცესის შეჯამება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვიმყოფებით ხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში, სადაც ტრადიციისამებ ტარდება სოლიკო ვირსადაძის სახელობის ნომერი 1 სამხატვრო სკოლის ყოველწლიური გამოფენა. ეს გამოფენა არის ტრადიციული და ჯამდება პირველი ნახევრის სასწავლო პროცესის შედეგები პედაგოგებთან ერთად. აქ გამოფენილია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, 100-ზე მეტი მხატვრული ტილოა გამოფენილი და სრულად ასახავს სკოლის შემოქმედებით მუშაობას. აქ არის სხვადასხვა თექაც არის, თექა ჭედურობა, გრაფიკა, ზეთისაღებავით შესრულებული ნამუშევრები და ამიტომ ეს არის ძალიან საინტერესო და მრავალპროფილიანი სკოლა. აგრეთვე სკოლასთან არის არსებული მუსიკალური ჯგუფი. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი გამოფენაც ძალიან საინტერესო იქნება და ხელშეუწყობს მომავალი თაობის უფრო საინტერესოდ აღზრდას. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და აი სწორედ ეს ასეთი ტიპის გამოფენა ჩატარდა პედაგოგებისა და მოსწავლეების აი ამ გალერეაში ხატვართა კავშირის საოცრად პრესტიჟულ დარბაზში, ხო, ოპიზარში, სადაც აი შეჯამდა ეს ნამუშევრები იყო ძალიან მრავალმხრივი ნამუშევრები წარმოდგენილი ყველა სფეროში, იქ ფერწერა იქნება ის, თექა იქნება ის, გამოყენებითი ხელოვნება, თუ სხვა ხალხ ჩამოთვლა მიჭირს შეიძლება შენ იმას და ხეზე კვეთა, მინანქარი ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო ერთი რამდენი წელი, 7-8 წელი ხო ჩვენთანაც გაიხსნა მინანქარი და არაჩვეულებრივი სპეციალისტი ნათია ნიკოლაიშვილი ასწავლის და არა მარტო პატარები, ვთქვათ, დიდების სწავლობენ. და საკმაოდ ესეთი თვალით სჭირდება და ხელი. ეს რა ძალიან სკულპტუროზულად უნდა. და ვინასწავლიან ახლა ამ სკოლაში? ნანა ყუფარაძე, მერაბ კაკაბაძე, თია რაზმაძე, მაია კიკაჩეიშვილი, ხო? ნათია ნიკოლაიშვილი, მაია კაციტაძე, თეა თავაძე, ვლადიმერ გაბრიჭიძე, ქეთევან ბარნაბიშვილი, სოლომონ ნადიმაშვილი, ნინო ბარნაბიშვილი, ბექა ბერიაშვილი, ქეთევან გობეჩია, ლალინა დარეიშვილი, ალექსი არუშიძე, ხო და აი რადგან ალექსიზე მოდგა საქმე არუშიძეზე, უნდა ითქვას, რომ აი არსებობს სკოლაში ახლა დაიწყო სიმღერის გიტარაზე დაკვრის კურსი და არსებობს კიდე დეკლამაციის კურსი, რომელსაც ქეთი გობეჩიას მიყავს დეკლამაციის და მოხდება ბავშვის მრავალმხრივი განვითარება, ყოველმხრივი და დანიჭიერებასაც აღმოაჩენენ უფრო მშობლები იმ რაკურსით შემდეგ წარიმართება მათი სამომავლო სწავლება. აღნიშნავდი, რომ როგორც თქვათ ანბანის სწავლა შესაძლებელია და ყველას შევისწავლეთ თავის დროზე, არა? ასევე ხატვის სწავლაც შეიძლება. ეხლა შეიძლება რაღაცა ძალიან ესეთი იმით თქვა მინდა, რომ ეს არ არის მარტო ნიჭიერებაზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ნიჭიერია, ვთქვათ, მუსიკაში არა, მისწრაფება აქვს, და ვთქვათ, აბსოლუტური სმენა აქვს, რა თქმა უნდა, მისთვის უფრო ადვილიც არის, ვთქვათ, მუსიკის სხვადასხვა დარგების ათვისება. მუსიკას სხვა მომენტია. მაგრამ აი ხატვაში შესაძლებელია, ვთქვათ, რაღაცა ელემენტარულზეც მეტიც
ისწავლოს ბავშვმა და არ არის ახლა აუცილებელი ძალიან თქვათ რაღაცა ნიჭიერების ისე გამოვლენა. გადასარევია ეგ მომენტი. რა თქმა უნდა, თუ კი იქნება ეს ასე, ხო. მაგრამ ადამიანს ახლა არის ზოგი ადამიანი ქორეოგრაფიის ნიჭი აქვს, ზოგი მუსიკის, ზოგი ხატვის, ზოგი წერის, ზოგი მათემატიკური საგნების, არა? არიან ბავშვები, რომ თქვათ ჰუმანიტარულ სწავლობენ და თქვათ ტექნიკური საგნები უჭირთ, თქვათ. არა აქვს ინტერესი. გამოფენა აქ იფინებია პირველად 4-5 წლის ბავშვები განსაკუთრებით მათ მინდა შემოქმედებით მწვავსულო არაჩვეულებრივი კეთილი საოცარი ფერწერული და ძალიან ესეთი შემოქმედებითი მიდგომით ქმნიან და ასრულებენ თავიანთ ნამუშევრებს. ძალიან ბედნიერები არიან ამ მუშაობის პროცესში და მოხარული ვარ, რომ ესეთი ნიჭიერი და კარგი თაობა გვესდება ჩვენ და საქართველოს. მაგრამ დღევანდელ ტექნოლოგიების სფეროში მე მგონი ყველამ დასწლია ეს და პირიქით თვითონაც გაუაზრებლად ისეთ ალგორითმულ ოპერაციებს აკეთებენ თქვათ ელემენტარულ კომპიუტერსა და ტელეფონში რომ თქვათ ჩვენი თაობაში ეგ ფორმულები იყო ფორმულებიც იწერებოდა თქვა და ეგ მექანიკაა ახლა დღეისათვის ეგ მომენტი. ძალიან კარგი და აი ამ გამოფენას რომ მიუბრუნდეთ ჩვენ მხატვართა კავშირის გამოფენას, აი რამ დაგვანახვა რა იყო წარმოდგენილი, როგორ ვითარდება სწავლების პროცესი, საერთოდ ვინ გამოკვეთილი არის თუ არა აი ნიჭიერი ზოგიერთი ბავშვი რომელიც ისევ ყურადღებას აი უფრო დაწვრილებით რომ იმასთან რომ აუხსნათ ჩვენ საზოგადოებას მნიშვნელობა აი ამ სწავლების პროცესის თუ როგორი პიროვნება შეიძლება ჩამოყალიბდეს ამ სკოლაში და საერთოდ საზოგადოებისთვის ხატვის დაუფლების არა არამედ ხატვის არ პიროვნები ყალიბდება ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა მოხდა რომელიც იყო ესე იგი პირველი სემესტრის სასწავლო პროცესის შემაჯამებელი გამოფენა მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში ოპიზარი, სადაც წარმოდგენილი იყო სკოლის ყველა კლასის და ყველა ხო, ნუ ეგეც შეიძლება თქვას ყველა კლასის მოსწავლეების ნამუშევრები და ასევე პედაგოგების ნამუშევრებიც იყო. დღევანდელი გამოფენასთან დაკავშირებით შეინახადებია წარმოდგენილი მოსწავლეებთან ერთად და აი დღევანდელ გამოფენაზე რა სიტყვა შენ მოსწავლეების შესახებაც და შეინახადების შესახებაც. დღეს ძალიან სადღესასწავლო დღე გვაქვს, იმიტომ რომ აი ესეთ შესანიშნავ გამოფენა მოაწყო ტრადიციულად ნომერ 1-მა სულიკო ვირსავაძის სახელობის სკოლამ ყოველთვის საშობაო საახალწლო გამოფენას ვაწყობთ ხოლმე ამ დროს და ყოველთვის აი ესეთი წარმოჩინებულია თავისი აი მაღალი ხარისხის ნამუშევრებით. ნიშანდობლივია და კარგია ისიც რომ მოსწავლეები იფინებიან თავის მასწავლებლებთან ერთად. იმათაც აქვს შესაძლებლობა ბავშვებს, ახალგაზრდებს რომ ნახოთ თავიანთი პედაგოგების ნამუშევრები. აქ წარმოდგენილია მრავალ ჟანრში ნამუშევრები, არის ფერწერა, გრაფიკა, ტიქრული მინანქარი, თექა არის და ჭედურობა არის. ასე რომ ძალიან ესეთი შრომა არის წინა მოსამზადებელის ყოველთვის გამოფენისთვის ვემზადებით ყოველთვის მთელი სკოლა ძალიან სერიოზულად დიდი მონდომებით და აი სახეზეა ეს გამოგვიდა შესანიშნავი გამოფენა და ნუ ყველანი კმაყოფილები ვართ ახლა კიდევ უფრო შემოგვემატებიან მონაწილეებიც პედაგოგები აქა ვართ და ეს წინა საახალწლო საშობაო განწყობილებას გვიქმნის ასეთ სასიხარულოს რომ რაღაცა ჩვენი წვლილი შევიტანეთ საერთო ხელოვნების ქართული ხელოვნების აი აღსაძლებების განვითარებაში და მისასალმებელია და არა მარტო საახალწლოდ კიდევ მრავალ გამოფენებს ვაწყობთ წლის განმავლობაში ეს სკოლა და ყოველთვის ესე წარჩინებულად და წარმატებულად
უძღვებით ამ საქმეს. ასე რომ მადლობა პედაგოგებს, რომ ესე სერიოზულად იმუშავეს და მადლობა მონაწილეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისში აი ესე კარგად წარდგენ საზოგადოების წინ. სხვა შორის ახლა იანვარში გამოფენა მოეწყობა ზუსტად მხატვართა კავშირში, ჩვენი პედაგოგების ნამუშევრებიც იქნება გამოფენილი და ეს გარკვეულად წინა გამოფენაც იყო, ასე ვთქვათ, რაღაც თავობათა ცვლის თვალსაზრისით, არა? კი ბატონო. ეხლა წეგან ახსენე, რომ ზუსტად სკოლაში ფერწერის გარდა, ფერწერის ხატვის და ძერწვის გარდა ისწავლება ასევე თექა, ქსოვილებზე, ჭედურობა, ხეზე კვედა, მინანქარი, ასევე არის დეკლამაციის ჯგუფი წელს დაემატა ის არის შემსწავლელთა ჯგუფი, რომლებიც სხვა შორის აი იყო ძალიან საინტერესო, რომ ჩვენ გამოფენაზე, ამ გამოფენაზე ზუსტად გარდა კონცერტი გაიმართა, კონცერტი მოეწყო. ნიმუშების ერთად ბავშვების საკონცერტო ნომრებით შესრულდა, კი ბატონო. აი ზუსტად ლექსები, დეკლამაციური ხელოვნების წარმოდგენაც იყო, კი ბატონო. ისიც იყო. ეხლა რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეხლა ასაკის მიხედვით შესრულების დონეც და თქვათ მისი იდეური მხარეც განსხვავებულია ხოლმე. და ამ გამოფენაზეც ნაცვლად ჩანსხოლმე. ჩვენ კიდევ ყავს სხვათა შორის აბიტურიენტები. აი ესეთი ჯგუფი არის ზუსტად, რომელსაც მიუძღვებიან, ну, ჯგუფ გამოკვეთილად არ არის, ну, თვითონ ჯგუფში არიან, მაგრამ ხშირად არის ყოველ წელს ყავს აბიტურიენტები, რომლებიც სამხატვრო აკადემიაში ემზადებიან ხოლმე. მოგესალმებით, მე ვარ ელისავეთ ფოფხაძე, სოლიკოვის სალაძის ნომერ 1 სამხატვრო სკოლის მოსწავლე, უკვე 5 წელია. ყოველთვის ვიღებ ასეთ გამოფენებში მონაწილეობას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ შესაძლებლობას და გამოცდილებას გვაძლევს ჩვენ პატარა მხატვრებს ასეთი გამოფენები. მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგიშობა ახალი წელი და გისურვოთ ისეთივე სიკეთით და სილაღით სავსე წელი, როგორი ნამუშევრებიც დღეს ამშვენებს ჩვენს გამოფენას. შენ რამდენი ხანია აქ სწავლობ? მე 5 წელია უკვე აქ ვსწავლობ. რამდენი გამოფენაში გაქვს მიღებული? ძალიან ბევრში, ძალიან ბევრში. კი, თითქმის სულ ვიღებ მონაწილეობას. წარმატებები როგორია? ნუ, არ ვიცი, ჩემი აზრით კარგი. კი. დიპლომები ყველაფერი? კი. ძალიან კარგი გენოსა, გეშურებ წარმატებები. მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ ვიქტორია ჭანია. ძალიან მიხარია, რომ ამ გამოფენაში ვიღებ მონაწილეობას. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. უკვე მე-6 წელიწადია, რაც ამ სამხატვრო სკოლაში დავდივარ და ძალიან მიხარია. თითოეული გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ამ სკოლაში ვსწავლობ. მარიშა ამონაშვილი. ძალიან მიყვარს ხატვა და ძერწვა. რამდენი ხანია რომ სკოლაში ხარ? 1 წელი. 1 წელია. წლევანდელ გამოფენაზე რა გაქვს წარმოდგენილი? ვებხვი. მათი სწავლება სხვა არის, რა თქმა უნდა, ძირითადად არის ნატურაზე და ნატურმორდზე არის მათი სწავლება აგებული. ასევე ესე იგი, პატარა ასაკის ბავშვებისთვის აბსოლუტურად განსხვავებული და უფრო თავისუფალი სწავლება მიმდინარეობს კლასიკური, ვთქვათ, აკადემიური სწავლებისგან განსხვავებით. იმიტომ რომ ბავშვს არ უნდა შეუზღუდო ის თავისი ფანტაზიები, ის თავისი ინდივიდუალურობა და თვითონ უნდა მისცეთ თემა, მაგალითად, ვთქვათ, რაღაცა იგივე გაზაფხული, ვთქვათ, ან მეგობრობა. ან ვთქვათ, ზაფხულში სად იყო, სად დაისვენა რაღაცა, ვთქვათ, ესეთი თემა არის ხოლმე საშემოდგომო, რა. და თავად ამ ბავშვებს, რა თქმა უნდა, ხა მასწავლებელი მიმართულებას აძლევს, კომპოზიციურადაც
როგორ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად აი პატარა ბავშვებთან უფრო მათი ინდივიდუალობის გამოჩენის თვალსაზრისით არ იზღუდება პატარა ბავშვი და თავისი ფანტაზიის მიხედვით ქმნის ამ ნამუშევრებს. შემდგომ ეტაპზე უკვე, რა თქმა უნდა, არის უკვე ტექნიკაზე მუშაობა არის. და ტექნიკაზე მუშაობა იწყება როგორც ნატურმორტის, კლასიკური ნატურმორტის ხატვის პროცესში, ასევე გეომეტრიული ფიგურების ფანქარში შესრულებით. ზუსტად გეომეტრიული ფიგურათა ფანქარში შესრულებით, ანუ ხატვის პროცესი მოსწავლეს აძლევს საშუალებას ფორმის დაუფლებას თვალსაზრისით და ასევე ჩრდილების ზუსტი დადების თვალსაზრისით. იმიტომ რომ იქ მოცულობებია ძირითადი რამოცულობები გვაქვს სფერო, კვადრატი ანუ კუბი და პირამიდა. ჯერ კიდევ კლასიკური სწავლების პერიოდიდან, აღორძინების პერიოდიდან მოდის და შემდგომ სეზანმა ესეთი ფრაზა არის სეზანისა, რომ ყველაფერი დაიყვანებაო კუბზე, სფეროზე და პირამიდაზეო, ანუ კვადრატზე, სამკუთხედზე და წრეზეო. და პრინციპში მისი ნატურმორტები ზუსტად ესე არის აგებული. პრინციპში აი მე-20 საუკუნის განსაკუთრებით მეორე ნახევრის ქართული მხატვრობაც თავად შეიძლება ვთქვა, როგორც ხელნებაცვენე, რომ სეზანიზმის პრინციპებს მისდევს, უბრალოდ თაობაც. ნუ ახლა გარკვეული ნაწილი კიდევ იმპრესიონიზმისა და თქვათ ვან გოგის მიმდევარი იყო და ასე ვთქვათ მისი შთაბეჭდილების მიხედვით იქნებოდა მათი სურათები, მაგრამ აი ნატურმორტის აგებისას ზუსტად არის ძალიან ისეთი აკადემიური ვთქვათ შარდენის ნატურმორტების მიხედვით და უფრო თავისუფალი ფერწერული ნატურმორტები სეზანის მიხედვით იდგმება და იქმნება. შემდგომი პერიოდი უკვე ხონო აი ზუსტად საგიო სააბილიტური ეტოწეგანვე ახსენე რომ არის ზუსტად აკადემიური ნახატის დაუფლების თვალსაზრისით მომზადება ხდება. მაგრამ ამ სპექტრში არა, ესე იგი თავისუფალი ნახატი, შემდგომ კლასიკური სწავლება ფორმისა და შემდგომ უკვე აკადემიური ნახატის არის სხვადასხვა ეტაპებია, ეს რა თქმა უნდა, სხვადასხვა ასაკობრივი ეტაპებია. და აქ ძალიან მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხატვა როგორც ასეთი დისციპლინარული საგანი, რომელიც მთლიანად შემოქმედებით სივრცეში მოძრაობს, ძალიან ეხმარება როგორც აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარებას, იგივე ინკლუზიურ ბავშვებსაც და ჩვენ ყავდა ასეთი რამდენიმე მაგალითი შეიძლება ახლა გავიხსენო, ერთი მაგალითი მახსოვს, რომ ბიჭი თითქმის არ ლაპარაკობდა. და შემდეგ ზუსტად აი სწავლებში ჩართვით, იმაზე რა ქვია, ხის კვეთაზე იყო ძირითადად და ხელოვნების ისტორიის ისეთ ინტერესი ჩენდა, რომ მერვე თუ მეცხრე კლასელი იყო, პატარა მოხსენებას კი წავაკითხეთ. და აქტიურად იყო ჩართული ზუსტად აი ამ პროცესში. ასევე მე ხა კიდე სხვა თემა არის, რომ ნუ ჩვენ ბავშვები ხა სხვა სკოლებიდან მოდიან, რა თქმა უნდა, საჯარო სკოლებიდან და მათ შორის ვყარდება მეგობრობა, ურთიერთობა მერე წლობით გრძელდება, არის ხოლმე რაღაცა თაობები, კიდე რაღაცა ხვდებიან ქუჩაში, რაღაცა მესამეები, რაღაცა მეგობრულად, ხელოვნება ახლოს ყველას. კი ბატონო. და ძალიან მართალი გითხრათ, ძალიან მიხარია ხოლმე, რომ გადის წლები და აი შემხვედრია ვთქვა 10 წლის მერე შემხვედრია და მადლობა ვთქვიათ რომ აი და მოუკითხიათ სკოლაში ყველა მასწავლებელი თვითონ
გამოფენებზე მოდიოდნენ და გარკვეული ესეთი კონტაქტი არსებობს ხოლმე. ასე რომ აი კიდევ აღნიშნავ, ზოგადად ხატვა ინდივიდუალური სფეროა და მაქსიმალურად ანვითარებს ადამიანის აი შინაგან ინდივიდუალიზმს და მის გემოვნებას და სამყაროს მესამე თვალი ეხსნებათ. არ ვამატებ და ხატრული თვალით უყურებს. ახმა სამყაროს სხვა თვალით უყურებენ. აი ვთქვათ ახლა ზოგჯერ ესე იგი ადამიანში არის შინაგანად აი ეს ესთეტიზმი, არის ახლა შინაგანი ყველაფერი ინდივიდუალურია რა, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად ამ ესთეტიზმის და მშვენიერების, ხელოვნების აღქმის განცდა მათ ზუსტად აი სამხატვრო სწავლებით ვითარდებათ. ელემენტარულად თან როგორი ეს არის, იცით, ელემენტარულად აი ფუნჯის დაჭერა და ფუნჯით ხატვა რა, ეს უკვე რაღაცა სხვა პროცესია. მეუბნები ხოლმე რომ ჯადოქრები ხართ მეთქი რა. რაღაცისგან ჩვეულებრივი სახებავებისაგან იქნება ნახატი. ნახატი რა. ეს ნახატი კიდე რა არასებული სამყარო, რომელიც აი წარმოსახვითი სამყაროა. პრინციპში სურათი ხო ასეც არის სარკმელი სამყაროში. კი ბატონო. რომ ზუსტად აი ორგანზომილებიან სიფტყეზე ვქმნით სამგანზომილებიან ილუზორულ სივრცეს. კი ბატონო. და უამრავ საშუალებას ვაძლევთ უამრავი ფანტაზია განავითაროს თვითონ მაყურებელმა და ესთეტიური სიამოვნება მიიღოს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად ვისაუბრეთ ჩვენ მხატვრობის სკოლის სპეციფიკაზე, მხატვრობის სპეციფიკაზე, სწავლების სპეციფიკაზე. აუცილებლად ეს განუყოფელი ნაწილია სწავლების, რა თქმა უნდა და ვფიქრობ, რომ ბევრს დაინტერესებს ჩვენი გადაცემა მოიყვანენ ბავშვებს ჩვენ სკოლაში, მაგრამ ეს არ არის რაღაც სარეკლამო ის არის უბრალოდ შემოქმედებითი გადაცემა, სადაც ჩვენ საზოგადოებას უყვებით თუ რა შესაძლებლობებს ავლენენ მოსწავლეები ჩვენთან და რა დონის პედაგოგები არიან, რომ აი ასეთი ხდება ეს სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა და ყველაფერი მის ჩამოყალიბება პიროვნულ თვისებებში, რასაც ჩვენ აქ ვისაუბრეთ. არის მადლობა. ჩვენ მადლობა პირიქით. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას დაინტერესებს განსაკუთრებით ალბათ განათლების სფეროს, კულტურის სფეროს და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხებზე, სწავლების საკითხებზე, განათლების სფეროს საკითხებზე, ვისაც დაინტერესებს თქვათ საზოგადოების ნაწილს, ან მომბრძანებჩვენენ, ან შეგვეხმიანონ და უფრო სხვა საკითხებზეც ვისაუბრებთ უფრო საფუძვლიან და უფრო დეტალურად, რაც დაინტერესებს ჩვენს მაყურებელს. მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ სტუდიაში მოსვლისთვის და დავემშვიდობოთ საზოგადოებას და ვსურვებთ ყოველივე სიკეთე. Cargas